ვლადიმირ პუტინი სრულად ცლის სამხედრო სტრატეგიას უკრაინის წინააღმდეგ ომში. იმ დროს, როცა ვლადიმირ ზელენსკი ჩივის, რომ დასავლელი მოკავშირეები შეგნებულად არ აწვდიან უკრაინას საკმარის რაკეტებს, რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან დასაცავად, იმისთვის, რომ კიევი დათანხმდეს დათმობებზე ომის დასრულების სანაცვლოდ. რუსმა დიქტატორმა ვლადიმირ პუტინმა დანიშნა ახალი განყოფილების ხელმძღვანელი უპილოტო აპარატების გამოყენების მიმართულებით, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მსგავსად. ასევე მან გადაანაწილა რამდენიმე სხვა მეთაური, რადგან მოსკოვი ცდილობს გააცოცხლოს თავისი დასუსტებული კამპანია უკრაინაში. ამავე დროს, ჩრდილოეთ კორეა გადასცემს რუსეთს ათეულობით ბალისტიკურ რაკეტას გამშვევი დანადგარებითა და სპეციალისტებით. ამგვარად, რუსეთი ყველაფერს უზრუნველყოფს. რუსეთი უფრო აქტიურად ეკრნობა სწორედ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკურ რაკეტებს, იყენებს რა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სისუსტეს, კერძოდ სწორედ იმ ჩამჭრელი რაკეტების დეფიციტს, რომლებიც საჭიროა პატრიოტის სისტემებისთვის. თუ ჩრდილოეთ კორეიდან მიწოდებები გაგრძელდება და გაიზრდება, მოსკოვი შეძლებს მასშტაბური დარტყმების მიყენებას ბევრად უფრო დიდ ხანს, ვიდრე ამას საკუთარი საწარმოო შესაძლებლობები მისცემდა საშუალებას, რომელიც საკმარისია მინიმუმ 100 ბალისტიკური რაკეტისთვის თვეში. ამავე დროს ლიტვაში გააფრთხილეს ევროპაში რუსეთის მასშტაბური სამხედრო პროვოკაციის მზადების შესახებ. პარალელურად შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის სადაზვერო მონაცემების მიწოდება საბედნიეროდ კვლავ დაბრუნდა ძველ მაღალ დონეზე. ამგვარად დონალდ ტრამპის გუნდმა შეწყვიტა მონაცემების გაცვლის ხელოვნურად შეზღუდვა. და ეს სიახლე უკრაინას საშუალებას აძლევს მიაყენოს მასირებული დარტყმები რუსეთის ენერგეტიკასა და ლოიალობაზე. მე ალექსეი პეჩუარ, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემები, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. აი ახლავე შეამოწმეთ ვიდეოს ქვიდეოს ქვეშ გამოწერილი ხარ თუ არა ამ YouTube არხზე, თუ გამოწერილი ხარ დიდი მადლობა ჩემგან, თუ უყურებთ და ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, გთხოვთ დაუთმეთ ერთი წამი თქვენ დროით. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მივიდივართ 300,000 გამომწერის ნიშნულამდე. ამიტომ მადლიერი ვიქნები თითოეული თქვენი გამოწერისა და თითოეული თქვენი ლაიქისთვის. მოკლედ, როგორც იცით, სამწუხაროდ უკრაინულ ძალებს ვერ მოახერხეს ვერც ერთი რუსული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება 5 აგვისტოს ღამეს, რუსეთის მორიგი მასიური თავდასხმის დროს უკრაინაზე. და ეს სამწუხაროდ უკვე პირველი ასეთი შემთხვევა არ არის, რადგან წინა თავდასხმებიც ზუსტად ასე მთავრდებოდა. რუსული ბალისტიკური რაკეტების ვერც ერთის ჩამოგდებით. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს პარტნიორების მხრიდან ანტისარაკეტო სისტემების მიწოდების მკვეთრი შემცირების შედეგია. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც. ზელენსკიმ პირდაპირ განაცხადა, რომ პარტნიორებს რაკეტები აქვთ, მაგრამ ისინი არ ჩქარობენ მათ გადაცემას და მას ეჭვი აქვს, რომ ამას ისინი სრულიად შეგნებულად აკეთებენ. იმისთვის, რომ უბრალოდ უკრაინა დათანხმდეს დათმობებზე. თითქოს თუ უკრაინელებს არ ექნებათ შესაძლებლობა ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვაზე, ადრე თუ გვიან ისინი დაირლებიან ამ დაბომბებით და საბოლოოდ დათანხმდებიან გარკვეულ დათმობებზე. პრობლემა ახლა იმაშია, რომ უკრაინა ეკრნობა აშშ-ში შექმნილ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, პეტრიოტს. როგორც ერთადერთ საშუალებას, რომლითაც შეუძლიათ რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება, და სულ ცოტა ხნის წინათ მათი დიდი ნაწილი მართლაც იჭეროდა. თუმცა ამ სისტემის გადამჭრელი რაკეტები დეფიციტშია. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მათი დიდი რაოდენობა აშშ-სა და ირანს შორის ომის დროს გამოიყენეს. ევროპის მთავრობები კი არ ჩქარობენ მეტი საკუთარი პეტრიოტის გადაცემას, რადგან ეშინიათ, რომ ეს შეიძლება მათსავე თავდაცვას დააზიანოს. მათ ფიქრობენ, რომ თუ უკრაინას გადასცემენ, ამერიკელები ამ მარაგებს არ შეავსებენ. ამ წლის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკვე უბიძგებდა რამდენიმე ევროპულ ქვეყანას, რომ კიევისთვის გადაეცათ მათი ევროპული რაკეტები პეტრიოტის სისტემებისთვის. მაგრამ ზოგიერთმა ქვეყანამ უარი თქვა. სწორედ იმ შიშის გამო, რომ თუ ჩვენ გადავცემთ, ჩვენ თვითონ აღარაფერი დაგვჭება. და ახლა უკვე თვით პრეზიდენტ ზელენსკის გუნდშიც ამბობენ, რომ ამჟამად გადამჭერი რაკეტები არ არის. და უახლოეს თვეებში ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი რაიმე მნიშვნელოვანი რაოდენობის პოვნა მოხერხდეს. და პრობლემა ისაა, რომ თუნდაც უკრაინას მიეღო გარკვეული რაოდენობის ასეთი გადამჭერი რაკეტები, ისინი მაინც არ ეყოფოდა, რადგან რუსეთს ბევრად მეტი ბალისტიკური რაკეტა აქვს. ბოლო შეფასებებით, რუსეთი თვეში დაახლოებით 100 ასეთ რაკეტას აწარმოებს.
საქმე იმაშია, რომ მონაცემების მიხედვით უკრაინის შეიარაღებული ძალების გათვლებით ამ წლის დასაწყისიდან, გასულია ცოტა მეტი ვიდრე ნახევარი წელი, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით გაუშვა 650 ბალისტიკური რაკეტა. ეს მეტია ვიდრე ამერიკულმა კომპანიამ Lockheed Martin-მა მთლიანად გასულ წელს PAC-3 ტიპის ანტისარაკეტო რაკეტები აწარმოა. ამერიკული ინდუსტრია ვერ ასწრებს მხოლოდ უკრაინის საჭიროებებს. და არ დაგავიწყდეთ, დონალდ ტრამპს ახლო აღმოსავლეთშიც ომი აქვს. სადაც ამერიკელები ამ რაკეტებს უბრალოდ ასეულობით უგუნურად წვავენ. მაგრამ პრობლემა ახლა კიდევ უფრო მასშტაბურია. ომის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში 100-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გადაიტანა. ასევე თავისი სპეციალისტები და გამშვები დანადგარები. უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის დასავლეთ ნაწილში დაიწყო ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო დანაყოფის განთავსება, რომელიც დაახლოებით 90 ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცს მოიცავს და აღჭურვილია 120 ბალისტიკური რაკეტით და 6 გამშვები დანადგარით აღჭურვილი. გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეამ ადრე უკვე გაგზავნა რუსეთში 40 ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტა. KN-23 და KN-24. და რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეული რაკეტების გამოყენება ჩრდილოეთ კორეას მისცემს შესაძლებლობას ჩაატაროს საველე გამოცდები და მიიღოს უკუკავშირი ამ რაკეტების გასაუმჯობესებლად. ამასთან ჩრდილოეთ კორეული რაკეტების რაოდენობის გაზრდა არსენალში სავარაუდოდ რუსეთს უახლოეს მომავალში მისცემს საშუალებას კიდევ უფრო გააძლიეროს ბალისტიკური სარაკეტო დარტყმები უკრაინაზე. საკუთარი კრიტიკული მარაგების გამოყენების გარეშე, მაგრამ ასევე გამოიწვევს უფრო მასშტაბურ განადგურებებს უკრაინაში. რატომ ასე? იმიტომ რომ ჩრდილოეთ კორეული რაკეტები, კერძოდ ბალისტიკური KN-23 და KN-24, უფრო დიდი საბრძოლო დატვირთვა აქვთ, მაგრამ ნაკლები სიზუსტით გამოირჩევიან. და შესაბამისად ისინი გამოიწვევენ უფრო მასშტაბურ განადგურებებს და მსხვერპლს, განსაკუთრებით სამოქალაქო მოსახლეობაში. ესე იგი, უკვე აშკარაა, რომ კრემლი სწორედ ბალისტიკურ რაკეტებზე აკეთებს ფსონს, რადგან ისინი უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ სამიზნეს წარმოადგენენ. თუ რუსეთს ვერ მოახერხა საკუთარი ისკანდერების წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდა, მაშინ დამატებითი რაკეტების მიწოდება ჩრდილოეთ კორეიდან სრულად ანაზღაურებს ამ დეფიციტს. შედეგად, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება უკრაინის ქალაქები, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და სხვა. ხაზგასმით ვამბობ, სამოქალაქო ობიექტები. ამასთან მთავარი საფრთხე არ არის ჩრდილოეთ კორეის მორიგი რაკეტების პარტია. არა, იქ არის 120 ცალი. ეს არ არის მთავარი საფრთხე. საფრთხე იმაშია, რომ რუსეთი ფაქტობრივად იღებს ცდომას ჩრდილოეთ კორეის საწარმოო სიმძლავრეებზე. და ახლა არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ კი უკრაინული უპილოტოები გაანადგურებენ სამხედრო ქარხნებს თვით რუსეთში, განადგურებენ რუსეთის თავდაცვით სამრეწველო კომპლექსს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ რუსეთი უბრალოდ გადაიტანს თავის წარმოებას ჩრდილოეთ კორეაშიც და უბრალოდ გააძლიერებს ამ ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტების წარმოებას იქ და დააბანდებს ფულს იქ. ამავე დროს ვლადიმერ პუტინი მაინც სწავლობს უკრაინისგან და შეცდომებიდან დასკვნებს აკეთებს. და პუტინმა ახლახან დანიშნა ახალი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უპილოტო აპარატების გამოყენების საკითხებში. და რამდენიმე სხვა მეთაურის შორისაც განახორციელა გადაადგილებები, რადგან მოსკოვი ცდილობს გააცოცხლოს თავისი მინაულებული კამპანია უკრაინაში. Wall Street Journal-ი დღეს წერს, რომ ამ ზაფხულს კრემლის წინსვლის ტემპი ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო ბლოგერები აკრიტიკებენ რუსული არმიის მოქმედებებს, ვლადიმერ პუტინი კვლავ ამტკიცებს, რომ რუსეთი ფრონტის ხაზზე წინ მიიწევს, მიუხედავად რამდენიმე წარმატებული უკრაინული კონტრშეტევისა, რომლებმაც რუსეთის ჯარები მნიშვნელოვანი პოზიციებიდან განდევნეს. რუსეთის ჯარებმა მცირე წარმატებებს მიაღწიეს დონბასის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ისინი ნელ-ნელა უახლოვდებიან მნიშვნელოვან ქალაქებს, რომლებიც ჯერ კიდევ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ არიან. ეს ქალაქებია სლავიანსკი და კრამატორსკი. და ამ ფონზე ვლადიმერ პუტინი ცვლის სარდლებს, მათ შორის სრულად აკოპირებს უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებს. მათაც გაუჩნდათ ეს დანაყოფი. და დღეს იქ ახალი სარდალი გამოჩნდა. რუსეთი აშკარად ჩამორჩება უკრაინას უპილოტო ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენების მეთოდების შემუშავებაში,
ამასთან კიევს ეხმარებიან დასავლეთის ფული და ინჟინრები, რაც აშკარა. რუსეთი მუშაობს იმაზე, რომ მეტი უპილოტო აპარატის ოპერატორი მოიზიდოს, მაგრამ სულ უფრო ხშირად აწყდება სირთულეებს უპილოტო სისტემების განვითარების ტემპის შენარჩუნებაში. და ამიტომ პუტინმა დაიწყო სწორედ ამ სახის ჯარზე ფსონის გაკეთება იმ იმედით, რომ დაკარგული დრო აინაზღაუროს. და ამ ფონზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა გაველურებულ რუსებს, რომ მზად იყვნენ გრძელი ომისთვის. რადგან უახლოეს მომავალში რუსეთის ომის უკრაინის წინააღმდეგ მოგვარება ვერ მოხერხდება. ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დავალებების ელჩმა როდიონ მიროშნიკმა. მისი განცხადებით თითქოს სწორედ დასავლეთმა გააკეთა ფსონი ომის გაგრძელებაზე და ციტატა: სრული უარყოფა მშვიდობიანი მოგვარების გზების. ამასთან დაკავშირებით დიალოგის ყველა მცდელობა ეჯახება ევროპელების შეურიგებელ სურვილს, ჩაშალონ ნებისმიერი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა. ამ ტენდენციის შეცვლა უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდო. ევროპა გააგრძელებს უკრაინის დაფინანსებას. და ამბობს მიროშნიკი, ჩვენი მხრიდან უნდა იყოს მზადყოფნა საკმაოდ ხანგრძლივი სამხედრო მოქმედებებისთვის, მაგრამ გააზრებული სტრატეგიით. ან როგორც მიხვდით ხო მიხვდით, მიროშნიკის თქმით, რუსეთში მხოლოდ ჩივიან. რომ ევროპა წარმოიდგინეთ აგრძელებს უკრაინის დახმარებას, ანუ ამ ომის მსხვერპლს. და ეს, ველური რუსების აზრით, არის ომის გაგრძელების მიზეზი. ანუ, სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ, მოусმინეთ, თუ უკრაინას ყველა მიატოვებდა, თუ ევროპელები უარს იტყოდნენ უკრაინელების დის დახმარებას და ის ვერ შეძლებდა თავის დაცვას, მაშინ მოусმინეთ, რუსები უბრალოდ დიდი ხნის წინ მთლიანად დაიკავებდნენ უკრაინას და ომიც დასრულდებოდა. აი ასე. ბლინ. წარმოიდგინეთ, ევროპელები აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. და აი ეს. აი უბრალოდ უნდა გაიგოთ არაბანავე რუსების აზროვნების ლოგიკა. ეს არის მათი აზრით ომის გაგრძელების მთავარი მიზეზი. მეუბნებიან, წარმოიდგინე, უკრაინას ისე უჭერენ მხარს, ეს რა უბედურება. აი რომ არ დაეჭირათ მხარი, ყველაფერი დიდი ხნის წინ დასრულდებოდა. და აქ შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში ეს მელოტი ჯუჯა ვლადიმირ პუტინი კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ ომის გაგრძელებას ელის. სახელმწიფო დუმის დეპუტატებთან შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ სამხედრო ხარჯები ფედერალური ბიუჯეტის მომზადებისას ერთ-ერთ პრიორიტეტად დარჩება მინიმუმ 2029 წლამდე. ამავდროულად ვლადიმირ პუტინმა დაადანაშაულა ვინ? რა თქმა უნდა, დასავლეთის ქვეყნები რუსოფობიური მანქანის ამუშავებაში და დაარწმუნა, რომ რუსეთის ხელისუფლება მზად არის მტკიცედ უპასუხოს ნებისმიერ მტრულ ნაბიჯს. აქ მცირე ლირიკულ გადახვევას გავაკეთებ, რატომღაც უფრო ხშირად ვაწყდები სოციალურ ქსელებში ვიდეოებს, სადაც ისინი ჩივიან, რადგან მათ მასობრივად უარს ეუბნებიან შენგენის ზონის ვიზებზე. ანუ მათ უარს ეუბნებიან რუსეთის მოქალაქეებს შესვლაზე და ისინი ჩივიან. როგორ შეიძლება ასე? ეს რა ხდება? რატო არ უშვებენ რუსებს ევროპაში? აი არ აკრავენ ვიზებს მათ რუსულ პასპორტებში. და იცით, ცოტა ლოგიკა შემერხ. ანუ, ერთი მხრივ, ეს გაველურებული რუსები ამბობენ, რომ ევროპა ევროპულ ნაბიჯებს დგამს. იქ რუსოფობიური მანქანაა, როგორც ვლადიმირ პუტინი ამბობს. იქ სულთ რუსები, ევროპა ცუდია. და რატომღაც ამ რუსებს მაინც ევროპაში წასვლა უნდათ. რა დაგავიწყდათ იქ? ვიზა არ ჩაგიწერეს და სწორადაც მოიქცნენ. რა სტირით? და სად ტირიან ყველაზე მეტად? ამერიკულ სოციალურ ქსელებში. წადით თქვენს Max-ში, ხო? წადით Max-ში და იქ იტირეთ. იქ პუტინი ნახავს, იქნებ რამით დაგეხმარათ. ბოდიში ასეთი გადახვევისთვის. ამასობაში ლიტვის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვი განიხილავს ვარიანტს ბალტიის ქვეყნებში სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმების განხორციელების შესახებ უკრაინული დრონების გამოყენებით. იმისთვის, რომ მას ჰქონდეს შესაძლებლობა უარყოს ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმაში მონაწილეობა, შემდეგ მოვიყვან ციტატას რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის რობერტო საკაუნასის. ჩვენ გვაქვს მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსეთი განიხილავს შესაძლებლობას ჩაატაროს კონვენციური კინეტიკური თავდასხმები ბალტიის რეგიონში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეთმა ამ მიზნისთვის გამოიყენოს უკრაინული წარმოების უპილოტო აპარატები.
გახსენებთ, რომ ადრე რუსი ჩინოვნიკების მთელი რიგი აცხადებდა, თითქოს ბალტიის ქვეყნები უკვე მონაწილეობენ უკრაინის მიერ რუსეთის ინფრასტრუქტურაზე დართვების განხორციელებაში. თითქოს და ისინი უპილოტო აპარატებს საკუთარ საჰაერო კორიდორებს უხსნიან. მართალია, აქ ლოგიკა მაშინვე ირღვევა. თუ ცოტა დაფიქრდებით, ყველა ეს ჩინოვნიკი აცხადებს, რომ უკრაინულ უპილოტო აპარატებს, საჰაერო კორიდორებს სამი ქვეყანა უხსნის. ეს არის ლატვია, ლიტვა და ესტონეთი. კითხვა ისმის, როგორ უნდა მოხვდნენ უკრაინული დრონები ამ ქვეყნებში? ალბათ მათი ლოგიკით, პოლონეთის გავლით. მაგრამ პოლონეთს ისინი არ ახსენებენ, საერთოდ არ ახსენებენ. შესაძლოა ბელარუსის გავლით, რადგან ბელარუსი მაშინ რატომ არ რეაგირებს საერთოდ? ან შესაძლოა ისინი მაინც რუსეთიდან მიფრინავენ. შემდეგ რატომღაც ბალტიის ქვეყნებში აკეთებენ წრეს და იქიდან მიფრინავენ. საერთოდ თუ ოდნავ მაინც ჩართავ ლოგიკურ აზროვნებას, ეს მთელი სქემა ინგრევა. აი ლიტვის თავდაცვის მინისტრმა კაუნასმა აღნიშნა, რომ რუსებს შეუძლიათ ააწყონ ეგრეთ წოდებულ კალბი უკრაინული დრონი, სხვა უკრაინული უპილოტოების ფრაგმენტებისგან, რომლებიც მათ ჩამოაგდეს ან სჭირდებათ. მინისტრმა ასეთი სცენარი ყველაზე რეალისტურად მიიჩნია შესაძლებელ ვარიანტებს შორის. და ამ გამოშვებას მაინც კარგით პოზიტიური ამბით დავასრულებ. და ის ასე ჟღერს. შვედეთის უზენაესმა სასამართლომ დღეს დაადგინა, რომ უკრაინას გადაეცეს რუსეთის ფედერაციის ჩtildeოვანი ფლოტის შემადგენლობაში მყოფი სატვირთო გემი კაფა, რომელიც მარტში ამ ქვეყნის სამხრეთ სანაპიროსთან დააკავეს. უნდა გავიგოთ, რომ ეს შვედეთის უზენაესი სასამართლოს სიმბოლური გადაწყვეტილებაა უკრაინისთვის სატვირთო გემის გადაცემის შესახებ. და ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რომელიც შეიძლება მაგალითი გახდეს დანარჩენი ევროპული ქვეყნებისათვის. ჩtildeოვანი ფლოტის გემი აბსოლუტურად უკანონო რკინის ნავია, რომელიც ევროპულ წყლებში დაცულოს. ამიტომ ისინი უნდა შეჩერდეს, კონფისკირდეს. რუსები ბორტზე სახლში უნდა გააგზავნონ, გემი კი უკრაინას გადასცენ. მოდით ასე ვთქვათ, მინიმუმ ლითონზე ჩაბარებითაც კი შეიძლება ფულის შოვნა. და აი ბოლო დროს გემი შესაძლოა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მარცვლეულს ეზიდებოდა. ანუ კიდევაც მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა. შვედეთის ხელისუფლებამ გემი კაფა უკრაინის პროკურატურის მოთხოვნით დააკავა. საბოლოოდ ყველა სასამართლო პროცესი უკვე დასრულდა. იყო აპელაციებიც და ასე შემდეგ. და ახლა ეს გემი ოფიციალურად უკრაინას ეკუთვნის. როგორც იტყვიან, წვრილმანია, მაგრამ სასიამოვნო. აქ მრავალ წერტილს დავშო. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. თუ გსურთ, მხარი დაუჭიროთ ამ YouTube არხის მუშაობას, ამას ფინანსურად შეძლებთ ნებისმიერი დონატის ან სპონსორული გამოწერის საშუალებით. პირდაპირ აქ, YouTube-ის პლატფორმაზე, ასევე Patreon-ზე ან Buy Me a Coffee-ზე. საერთოდ ყველა ბმული და რეკვიზიტი მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მადლიერი ვიქნები თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechinius-ი, ბმული მასზე ამ ვიდეოს აღწერაშია. გამოიწერეთ ეს არხი და ლაიქეთ და აჭირეთ ზარის ღილაკზე, რომ მიიღოთ შეტყობინებები ახალი ვიდეოების გამოსვლის შესახებ. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას დროებით.